სახელმწიფოს უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემის რეფორმირებამ, რომელიც ასახულია საქართველოს მთავრობის 2026 წლის 30 ივლისის ნომერ 359 დადგენილებაში, საზოგადოებაში მნიშვნელოვანი დისკუსია გამოიწვია. თავდაპირველი პოლიტიკური რიტორიკა აცხადებდა უმაღლესი განათლების სრულ და უპირობო დაფინანსებას. თუმცა, სამართლებრივი რეგულაციები გაცილებით კომპლექსურ სურათს აჩვენებს. ახალი მოდელის მიხედვით, სტუდენტის ფინანსური უზრუნველყოფა ორ ძირითად კომპონენტად იყოფა. გარანტირებული საბაზო დაფინანსება 50%, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ნახევრის დაფარვას. პირველი სასწავლო წლის განმავლობაში ეს ნაწილი სრულად მოქმედებს, ანუ პირველ წელს 100%-იანი დაფინანსება გექნებათ. ხოლო მეორე დამსახურებაზე დამყარებული სახელმწიფო დაფინანსება, რომელიც მკაცრ აკადემიურ წინაპირობებს უკავშირდება. მთავარი მარეგულირებელი ცვლილება მესამე სემესტრიდან იჩენს თავს, ანუ მეორე კურსიდან. იმისათვის, რომ სტუდენტმა შეინარჩუნოს დაფინანსების მეორე ნახევარი, იგი ვალდებულია წინა აქტიურ სემესტრში გათვალისწინებული 30 კრედიტიდან მინიმუმ 80%, ანუ 24 კრედიტი დააკროს. აღნიშნული აკადემიური ზღვარის გადალახვის შეუძლებლობის შემთხვევაში დაფინანსების შესაბამისი ნაწილი უჩერდება. ხოლო ფინანსური ტვირთი პირდაპირ სტუდენტის პასუხისმგებლობა ხდება. აქედან გამომდინარე, საკითხის ანალიზი აჩვენებს, რომ პრობლემის არსი არა თავად აკადემიური პროგრესის მოთხოვნის ლეგიტიმურობაში, არამედ საჯარო კომუნიკაციაშია. როდესაც პოლიტიკური გზავნილი აყალიბებს უპირობო უფასო სწავლის განცდას, ხოლო საბოლოო ნორმატიული აქტი აწესებს მკაცრ საკრედიტო კრიტერიუმებს. საზოგადოებაში ბუნებრივად ჩნდება ლეგიტიმური კითხვები დაპირებასა და რეალობას შორის არსებულ შეუსაბამობაზე. შენ რას ფიქრობ აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით? დაწერე კომენტარებში.